იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ერთი წამი, სად მომიყვანე? სად მოიყვანე, მაგარ სასტუმროში მოგიყვანე. ჰოპ! ეს არის მაგარი სასტუმრო? აბარა, მაგარი სასტუმროა, აბარა. რა არის მაგარი სასტუმრო? ჰოსტელია ჩვეულებრივი. ეს შეფარულია, გარედან არის ეს თორე შიგნით არის ხუთვარსკვლავი. კაი, მოდი ხან შევიდე, მიდი გააკე. აუს გამ. ჰოპ! რა ხდება, კაცო? ოპა! ვასო, შენ აქ რა გინდა, ვასო? ზამთრ რესეფშენის ქალები გავიდე? ერთი წამი, ბიჭო, შემომხედე, ერთი წამი, რა გჭირს, ვერ გავიგე, რა მთვრალი ხარ? დაბრუნდილი მაქვს, ალბათონო, დაბრუნდილი მაქვს. ერთი წამი ვაჟბატონო დაეგდე შენ აქ და ჭიქები მოგვიტანე ხილი რაღაცა ზაკუსკები დრო გადის. დაჯე. ეს ყავა ვინ არის უკაცრავად? გენაცოლე რა кай ხარ. ეს ხალი ვინ არის, ბატონო ვასო, თუ შეიძლება რომ მითხრა? თქვენ აქ მუშაობთ? აი, ვინ არის? ძალიან მაწუხებს ვიღაცა მეგაბარაგი. მე რა ვიცი. რა გნებავთ, ხალბატონო, ძალიან გთხოვთ რა. აი მე ვასო, ეხლა არ გამაგიჟო. მადლობა რესეფშენის ქალებს დაგვწოვეთ საქმე გვაქვს 1 საათი დრო გადის, ცოტა დრო მაქვს. რა რესეფშენის, ბიჭო, სად გგონია თავი, სად ხარ ეხლა შენ მოსული? სადა ვარ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვარ. დავრეკე ნაშები მომყავს მეთქი და გამზადეთ ყველაფერი. აი მე ყველაფერს მივხვდი რა. ანუ შენ გონია რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მიიყვანე ეს და რა ტყავა და მოხვედი სინამდვილეში შენ ცოლთან სახლში პირდაპირ, ხო? ეს რა არის, ახალის დაამატეს მომსახურება, რომ ვითომ ცოლი ხდება და რაღაცა რომ აკო სიახლე. ინერვიულო რომ რაღაცა რომ დედა ცოლი და ნაშები ბიჭო, შენ ნორმალური ხარ, შემომხედე ერთი წამი, შენი ცოლი ვარ მეთქი. ვასო, შემომხედე, ბიჭო, ერთი წამი, შენ გაახილე, თვალები გაახილე, შემომხედე, დამაკვირდი კარგად, დამაკვირდი ვინ ვარ მე და სად ხარ შენ მოთხრეული. ეს ჩემი სახლია, სასტუმრო არ არის ადამიანო. ძალიან მეცნობით. ხო? კარგად დამაკვირდი უფრო? ძალიან მეცნობით, სადღაც მყავხარ ნანახი. ხო, საადაბა? ზუსტად 5 წლის წინ ჩვენ გავიცანით ერთმანეთ დაბადების დღეზე. მერე შევიყვარდი, მერე გაკითხავდი ყვავილებს იგზავდი რაღაცა შენ უარზე იყავი, ვითომ უკარება იყავი რაღაცა ბოლოს მაინც შემიყვარე და მერე ცოლად გამომყევი. ცოლი შული მო. ვისა? შედამპალო. მივლინებაში ვარ. შედამპალო არა კაცო შენ. ხვალმაფრინავს. ცოლი, როგორ უვლის თავს? მართლა ძალიან კარგი ცოლი ვარ. ყველანაირად სითბო, სიყვარული, ზრუნვას მე არ გაკლებ არაფერს და მომიყვანე ესა ვიღაცა ბოზანდარა ქალი? აი ეხა რა მოგივიდა შენ კიდე რა იხმარდება იმასკენი, რა ქვია? ვისა, რა ქვია? ჯერესერთის შეურაცხყოფას რატო აყენებ? რატო აყენებ შეურაცხყოფას? სუფრაზე ვისხედით, ჩვეულებრივად და სვავდით და ვახტანგურები დავლიეთ და რაღაცა მოიფიქრებ. ვასო, ძალიან გთხოვ რა, მოდი ყველა დავანებოთ ამ ტყუილებს თავი და სიმართლე ვთქვათ ყველაფერი რა. თქვი მერე, მიდი. მოკლედ 3 თვეა დავიწყოთ აქზე, რა ვიცი, მუშაობა. თქვენმა მეუღლემ, როგორც დაალაგდა, გამომიძახა, აი აქ რომ მოვიყვანე, პირდაპირ აი აქ გაითიშა. აი პირდაპირ აი აქ გაითიშა. ბოდიში, თავიდან. შუაში გონება და. ბოდიში, ესე არა, ესე გაითიშა კი და ესე ამოვიყვანე. და რა ვიცი, ხა მე მგონი ტაქსის არ უნდა ეძახო, არც ჩხლახი, არც ბზი და კიდე რაღაცებს რო ეძახდი. ძალიან ხო პატივი ეცე ჩემ კარიერას რა. წვალობ. გესვის ხალბატონ რესეფშენო? რა არის მართლა რა ეჭვიანი ხარ? ერთი წამი ეხლა რა ძალიან მეცინება ეხლა, ვასო, მართლა მეცინება, არ მინდა რომ მოგკლათ. არ მინდა რომ მოგკლათ და ციხეში წავიდე, ოღონდ მართლა. იცი რა? არ მინდა ვასო ეხლა მასულელებ, მასტერებ თუ რა გგონიათ ეხლა ანეცა მეორეს. უყურე ხა ვიცი. სუფრაზე ვისხენ. სალ მეგობრო რაღაცა და გელა იყო თამადა. გელა, ანუ თვითონ გელა. თამადა და ვახტანგურები რომ დავლიეთ ეს ხელი გავახტანგურე მე პირზე კოცნები წავიდა რაღაცა. სუპერზე მკაცნა. ხო, სუპერზე მკაცნა. ეს იყო სულ და всё ეგ არის რა. რა, კაცები უკეიფობთ რა პრობლემაა ვერ გავიგე. ვასო, შენ ვის ასულელებ აქ და რა სპექტაკლებს მიდგავ და იმანაც ეს კაცური ჯდომი. შეატყუპე დამპალი ტყავის ფეხები რა. ანუ გელა და შენ მომისმინე ერთი ვაჟბატონო. აი ხო, გოგო რა. ეხა ეს გაბის ეხა მართლა გონია რომ ეს გელა არ არის? ვინ გელა ბიჭო? გელა? გელა ბიჭო. გელა დაელაპარაკე რა.
ასო გეხოცები ხარ, მინდა რომ უხერხულში ჩავაბარდე, რომ ქეიფობდით ერთად მოვედით პირზე ვყოსმიდით ერთმანეთს, რა ვიცი. გელა. რა ითამაშა ბიჭო გელა? აუ, კაი. სია რაღაც ისულელებზე ნუვარდები ძალიან გთხოვ რა. ადექი ფეხზე რა. შენ ქალი ხარ გოგო? შენ ქალი ხარ? შენ მაინც არ გწხვენია? ისე რაღაც პანჩი ძალიან უხერხულად კი ვარ, კი? აუ, ისე რაღაც პონჩი შენ კი არა, მეც ძალიან უხერხულად ვარ რა. კაი, შენ რა პონჩი? აი რაღაც პონჩი რაღაცნაირად. ეხა ნახე, ანუ ჩემმა ქმარმა ეს და ტყავებში ჩაცმული ახმახი ქალბატონი ამოგიყვანა და მე ესე ხელცარიელი დააკვდი, აი ძალიან მეუხერხულად. ბაზარია, ძალიან ტეხავს. რა უხერხულად რატო ვარ? ჩვენ ხუერხულად ამებით გავ. აი მე. გაგგლი ჩემი გავეხარ. გულისთვის თუ ჩხუბობემ გიждები. შენ რა დეგენერატი კაცი ხარ კიდე შენ რა. ეხლა მართლა წყობილებიდან არ გამომიყვანოთ. მართლა და მართლა სია რა მოგივიდა რა არის მართლა კაცია მოსული სახში და რეგულარულად ლაპარაკები. რა კაცი ბიჭო, რა გინდა მართლა, რა გინდა ვერ გავიგე, წყობილებიდან გინდა საერთოდ გამომიყვანო? აუ, ერთი წუთი ეხა ძალიან დიდი ბოდიში მე წავედი დავიღალე. მოიცა კაცო, სად მიდიხარ, ვერ გავიგე, დრო $200 მაქვს გადახდილი, აი, ერთ საათი. $200 ერთ საათში გადაიხადე და 7 წუთი დაგჭა სიცოცხლე. მოასწრებ რამე 7 წუთში? რავი, არ მოუსწრიათ. $200? ხო, $200. ვალი ქონდა, ვალი. ერთ საათში. ანუ რას ნიშნავს 7 წუთში რაღაცა ესე რატო? როგორ მამიგდო მასყრად მუწყარი რამე. ერთი წამი. ჯერ ისმით ხარი ვაფშე დაო აი ამაზე რატო ეჭვიანობ? აი რატო ეჭვი? გახევლე მთვრალი. აი ამას ვაფშე რის თავი აქვს? აი რის თავი აქვს? გეხვეწები რა. რაო დაო? აიღო. ანუ ჩემს ქმარზია საუბარი, რომ ჩემს ვასიკოს არ აქვს არაფრის თავი? შეხედე და. და რა მე რო შევხედე? მე რა ვიცი. ანუ კოც და არაფრის თავი არ აქვს და ჩემი ვასიკო ჩაფლავდება დღეს მაგის თქმა გინდა შენ? აი მე რა ვიცი რა. ვასო ფეხსი ადექი ახლავენ. ფეხსი ადექი ვასო და შეათრიე ჩვენს საძინებელში ეს ქალბატონი. შენი გულისთვის სია ყველაფერზე ვარ წამსვლელი. მიდი ვასო უკვე პრინციპის ამბავია ვასიკო. რა რა წუთში ვერაფერს ვერ მოასწრებსო? ვასო 3 წუთში ჩემო კურცხვიტა. 4 დარჩა. დროზე. 4 დარჩა. დროზე. შენ თუ მდღიორი არ შეცოდი ხარ? გადაგიო. დროზე. მოდია, გოგო. მიდი ვასო, მიდი მოდი ჩემი რა, ლომი, გოგო, შენ. მიდი ჩემი კურთხელი. უცბად გავიქცევი, არაჟანს და მიწის ხილს ამოგირბენინებ. მიდი ვასო, ჩემს ვასიკოს არ ქონია არაფრის თავი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.